4 ოქტომბერს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები და ქუჩის პროტესტი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ერთობლივ განცხადებას აუცილებენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ბრიუსელში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში. დიპლომატების შეფასებით დამატებითი პრობლემა არის, როგორც ამბობენ, რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ რამდენიმე თვის წინ სამართლებრივი წინააღმდეგობის გარეშე მიიღო. დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღება, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამ მომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო. ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ. ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ბრიფინგით გამოეხმაურა ევროკომისიის პრეს-სპიკერი ანიტა ჰიპერი. ის ამბობს, რომ ინსტიტუტი გმობს ნებისმიერი ფორმის ძალადობას, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის. მისივე განმარტებით, საქართველოს ევროინტეგრაცია დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლების ნაბიჯებზე. საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს რუსულ პროპაგანდას. ეს არის სახელმძღვანელო, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას, თავდასხმებს ჩვენს ელჩზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ყველა მხარისგან. ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა მშვიდობიანი პროტესტისკენ, მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ, როგორც ზოგადი უფლებებისკენ და ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას. ეს არის განცხადება ამ საკითხზე. გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სანდოსა და თავისუფალს არ უწოდებენ საქართველოს სხვა ევროპელი პარტნიორებიც. მიზეზებად დასახელებულია იგივე საკითხები, რაც კენჭისყრის დღემდე. ეუთო ოდირის არყოფნა და ოპოზიციონერი ლიდერების პატიმრობა. სამწუხარო დღე საქართველოს დემოკრატიისთვის. ეუთო ოდირს არ მიეცა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. რეკომენდაციები არ შესრულდა. გამოყენებულია ძალადობრივი მეთოდები, რეპრესიული კანონები და ოპოზიციონერი ლიდერების პატიმრობა კიდევ უფრო მეტ უნდობლობას იწვევს საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ. არჩევნები, რომელშიც ოპოზიციონერი ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება დევნის სამიზნე გახდა, არ იყო უზრუნველყოფილი ეუთო ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლებით, ვერ შეფასდება ვერც თავისუფლად და ვერც დემოკრატიულად. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა დაკავებული. მოუწოდებთ ქართულ ოცნებას სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან ინკლუზიური დიალოგისკენ. ევროპის ქვეყნების განცხადებებს მმართველი პარტია პასუხობს. ცესკოს მონაცემებით თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კახა კალაძე მარტა კოსისა და კაია კალასის განცხადებას ასე ეხმიანება. ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ჩვეულებრივი რიგით მოქალაქეები, ვისაც ხედავთ აქ. ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაცა კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. გაიგეთ ეს, გაითავისეთ. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს განცხადებები სამწუხაროდ ემსგავსება ბრიუსელის მხრიდან და შემდგომ რომ ზოგიერთი დედაქალაქი აუბავს ხოლმე მხარს, რაც გაფუჭებულ მაგნიტოფონს კასეტა რო ჩაიხვევს და რამდენჯერაც არ უნდა სცადო მისი ჩართვა. ერთი და იგივე სიტუაციაში, ან უბრალოდ განსხვავებულ სიტუაციაში, განსხვავებულ კონტექსტში იმეორებს ერთი და იგივეს. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ თავზე ნაცრის წაყრას და თავზე ალესის ხელის გადასხმას რადიკალური ჯგუფებისთვის, მით უფრო მეტად დაიგრძელებენ ქართულ ხალხთან მისასვლელ გზას. ამიტომ არჩევანი არის მათზე. საქართველოში განვითარებული პროცესები ერთ-ერთ მთავარ ამბად იქცა რუსულ სახელმწიფო მედიაში. კრემლის მიერ კონტროლირებადი არხების მტკიცებით, თბილისში გამართული საპროტესტო აქცია იყო ეგრეთ წოდებული დასავლელი გლობალისტების მცდელობა. მოვლენები ფერად რევოლუციაში გადაეზრდათ. შეფასებების თვალსაზრისით აქტიური იყო რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი. მათ შორის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო ეკონომიკურ საკითხებში კირილ დიმიტრიევი. პლატფორმა X-ზე მან საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული პროცესი მემარცხენეებსა და გლობალისტებს დააბრალა. სახელმწიფო დუმის საგარეო სქესთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ პროტესტის მონაწილეები პროევროპულ უმცირესობად მოიხსენია. დასავლეთი კი ეგრეთ წოდებული მაიდანის მეთოდების ხელახლა გამოყენებაში დაადანაშაულა.
მმართველმა ქართულმა ოცნებამ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მოწინააღმდეგებს აღფრთოვანებული უპირატესობით უსწრებს მისი ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ამჟამინდელი მერი კახაკალაძე, რომელიც ცნობილია ზელენსკის რეჟიმის ხისტი კრიტიკით. ეს იქცა ახალი ქუჩის პროტესტების საბაბად, ვითომ და პროევროპული უმცირესობისთვის, რომელსაც საკუთარ გეოპოლიტიკურ თამაშებში ბრიუსელის რუსოფობები იყენებენ. როგორც ეს 10 წელზე მეტი ხნისინ უკრაინაში მოხდა, კვლავ არეულობა, კვლავ შტურმი სამთავრობო რეზიდენციებზე, კვლავ კოცონები, კოლექტიური დასავლეთის მაიდანის მეთოდები არ ძველდება. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკური გაკვეთილების სწავლა შეუძლია და გადაჭრით მოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ცესკოს გამოცხადებული შედეგები, კვლავ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი, ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები ინკლუზიური დიალოგისკენ და ქართული ოცნების მოლოდინი ურთიერთობების გაატვირთვისთვის. ასეთია ქვეყანაში არსებული სურათი 4 ოქტომბრის შემდეგ. გრძელვადიან ჭრილში პროცესების განვითარების ხედვა კი ბევრისთვის ისევ ბუნდოვანი რჩება.